ნინუცა ტრადიციული აქცია, ტრადიციული მოთხოვნებით ქუთაისში ისევ გრძელდება. უწყვეტი პროტესტის 32 დღეს მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინ არიან შეკრებილი. ტრადიციულად რუსთაველის გამზირი ევროინტეგრაციის მომხრეებმა გადაკეტეს. თქვენ ხედავთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ათეულობით ადამიანი ქუჩაში არის გამოსული და მოითხოვენ, რომ მოხდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ასევე უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქტივისტებს, მათ სათქმელს მოვისმენ და ბუნებრივია ტრადიციულად შევაფასებინებ, რა თქმა უნდა, ინაუგურაციას. აქტივისტ ხედავ, თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა არის აქ დგომის მიზეზი თქვენი და შევაფასოთ ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, რომელიც დღეს ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოში. პირველ რიგში ცხადია დგომის და პროტესტის მიზანს გავაჟღერებთ. ცხადია არის ის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგანაც არჩევნები, რომელიც იყო უკვე ორგანიზებული, არ გამოხატავდა მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. და ჩვენ ახლა ქუთაისში ვართ და ქუთაისთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენ ქუთაისელები ყველას ვაცნობთ ქუთაისს როგორც ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს და ჩვენთვის პროტესტში ყოფნა არის იდენტობისთვის ბრძოლის ნაწილი, იმიტომ რომ როგორადაც არ უნდა შეეცადონ დაგვისაბუთონ, რომ შეიძლება უფრო მეტად პრაგმატული და გამართლებული იყოს ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის სწრაფვა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა მსგავსი ავტორიტარების კლუბში, ცხადია შეუძლებელი არის ამაზე გაყოლა, ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც აქამდე ისტორიულად ქუთაისი და საქართველო ვითარდებოდა ევროპის თანამედროვედ, სწორედ ასე გაგრძელდეს ჩვენი სვლა და სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. რაც შეეხება დღევანდელ ინაუგურაციას, ცხადია არის, რომ პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციაც გვაქვს ეჭქვეშ დაყენებული მოსახლეობის უმრავლესობას, არ არის უფლებამოსილი აირჩიოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, შესაბამისად დროებით ტექნიკურად კვლავ სალომე ზურაბიშვილი რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ველოდებით ხელახალ არჩევნებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის რაც გჭირდება ყველას, მთელ მოსახლეობას მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და ევროპისკენ სრულფასოვანი სვლისკენ და ეს არის განმეორებით ხელახალი არჩევნები, სწორედ რომ მივიღებთ ამას რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთ აქტივისტს გავესაუბრები, მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება რომ გითხრათ, თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის, თქვენი სათქმელი რა არის და დღევანდელი დღეც რომ შევაფასოთ. მე ახლა ქუთაისში კი ვარ, მაგრამ ქუთაისელი არ ვარ, სვანი კაცი ვარ, მაგრამ თბილისში ორჯერ დამიჭირეს უკვე ამ აქციების მიმდინარეობისას. და მე ძალიან ბევრი საშინელება ნახე საკუთარი თვალით და დღესაც თუნდაც რაც მოხდა, მე პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოცხადა ყველა რეჟიმის პატიმარს და გაუყოვნებლივ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა ჩვენი არის მათი განთავისუფლება, ასევე მინდა გამოეხმაროთ ყიბულელ მეშახტეების გამოცხადა სოლიდარობა, ბალდესკანიანთან იბრძვიან წელიწადზე მეტი ადამიანები, ასევე შუქრუთელებს, რომლებსაც სახლებს ანგრევენ თავზე და ეს წინააღმდეგობის მოძრაობა ქალაქებში, საქართველოს ქალაქებში და დაბებში ისია გაშლილი, რომ თუნდაც ხაშურში ჯაჭვის ამბავი, რავი, ძალიან ბევრი ხალხი იყო და ძალიან ბევრი ბათუმი, ზუგდიდი უბრალოდ მინდა უთხრა ეგეთი რაღაცა ყველა რეჟიმთან მებრძოლ ადამიანს. ყურადღებას უნდა გავახვილებთ ჩვენს დე ფაქტო მთავრობას დღეს მათ დემოკრატიის ბოლო შეთავაზება, დემოკრატიულობის ფარგლებში დარჩენის, ესე რომ ვთქვათ, გამაზეს. უარი თქვეს და წინიდან ჩაიხერხეს გზა და ასე რომ ეს წინააღმდეგობა არ შეწყდება. მანამ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, არ გათავისუფლდება ყველა რეჟიმის მსხვერპლი და არ მოიკითხება ყველა დამნაშავეს პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის აქცია, სადაც სხვადასხვა ასაკის, თაობის და პროფესიის წარმომადგენლები არიან. რიგითი ქუთაისელები მუდმივად ქუჩაში გამოდიან და ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები. რიგით ქუთაისელებთან ერთად ბუნებრივია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც აქ იმყოფებიან. ხედავ კოალიცია ცვლილებების წევრს, ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელს. თქვენი სათქმელი რა არის, თუ შეიძლება რომ გითხრათ, რას ეთყოდით ქართულ ოცნებას, რას ეთყოდით ბიძინა ივანიშვილს და როგორ აფასებთ დღევანდელ დღეს? უკვე 32 დღე არის ქუთაისი დანარჩენ საქართველოსთან ერთად დგას ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე. ბიძინა ივანიშვილს ვეტყოდი, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ მის მიერ დანიშნულ ცრუ პრეზიდენტს და მოვითხოვთ გაათავისუფლონ საქართველოს სადარაჯოზე მდგომი ტყვეები ციხიდან, მათ არ შერჩებათ დედების ცრემლები. და აუცილებელია აი ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს ქვეყანა, ჩატარდეს ადამდელი არჩევნები.
ძალიან დიდი მადლობა. ასეთია ვითარება ქუთაისში, როგორც უკვე აღვნიშნე, ათეულობით ადამიანი ტრადიციულად პროტესტის 32 დღესაც ქუჩაში გამოვიდა. აქ მყოფები ამბობენ, რომ მომდევნო რამდენიმე საათს ისევ რუსთაველის გამზირზე გაატარებენ. ქუთაისელები ასევე ახალი წლის ღამესაც გეგმავენ ქუჩაში შეხვედრას. უცვლელი მოთხოვნებით ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.